საღამშვიდობი სამეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს ამ არეული მარტის ამინდებში. მე პირადად ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს ყოველ წელს მარტის თვე. რომ მოდის ხოლმე წინასწარ, მარტის თვე რომ მოდის წინასწარ, უკვე ხასიათი მეცვლება. იმიტომ რომ რაღაც ჩემზე ძალიან მოქმედებს ასეთი ქარიანი, ხან მზიანი, ხან ასეთი, ხან ისეთი ამინდები. მოკლედ. ჩემი არ არის მარტი. იმედია თქვენზეც ასე ნეგატიურად არ მოქმედებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, როგორც ყოველთვის თქვენი კომენტარებისთვის, უკავშირებისთვის, რომ მოგწონთ ჩემი ვიდეოები. ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი ვიდეოები და იქნება და ბევრზე რეზონირდება. რა ვიცით, რა ხდება. კარგი, ჩვენ დღევანდელი გაშლა იქნება რა სასიამოვნო სიახლე შემოდის კარიერაში და პირად ცხოვრებაში. ეს ყოველთვიურად მაქვს, მე მგონი ამ ტიპის გაშლა, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან ბევრის მომცემია და ბევრ ინფორმაციას გავცემ ხოლმე ასეთი ტიპის გაშლის დროს და დღესაც გადავწყვიტე ეს. კარგი, მოდი კონცენტრირდით თქვენს კარიერაზე, ან იმ საქმეზე, რითიც ხართ დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებთ, რა მოგწონთ და თუნდაც რა არის თქვენი შემოსავლის წყარო. კონცენტრირდით ამ თქვენს მდგომარეობაზე და გავიგოთ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს კარიერაში, ან იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული. ესეთი 10-იანი ხმლები ამოგვევიდა და ეს არკანი მიგვითითებს სიტუაციაზე. მეგობრებო, აქ ფონადად შეხედეთ იეროფანტი უკან მთვარე. ვფიქრობ, რომ აქ გქონდათ ისეთი სიტუაცია, არ ვიცი ვისთან როგორ, მაგრამ ზოგადად ასეთი სიტუაცია იყო, საკმაოდ დაძაბული, რაღაც შიშებში ყავით, გაურკვევლობაში, საკმაოდ რთული პერიოდი გქონდათ, ან გაქვთ ისევ ამ მხრივ და ეს სიტუაცია სრულდება თქვენს კარიერაში, ანუ კიდევ ვიმეორებ იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული. არ ვიცი ვისთან რა პრობლემა იყო, მაგრამ საკმაოდ დაძაბული პერიოდი, შიშები, შინაგანი შფოთვა, ესეთი რაღაც სიტუაციები გქონდათ, საკმაოდ უკან მიდიოდა ამ მხრივ საქმე, მაგრამ გასახარებელი და სასიამოვნო ის არის, რომ ზუსტად ეს სიტუაცია სრულდება, მეგობრებო. არ ვიცი, შეიძლება გქონდეთ ის მომენტი, ახლა ფონი როგორიც მაქვს, ხომ შეიძლება და ისეთი ენერგიებიც მომდის, რაღაცა გამონათება ხდება თქვენს ცხოვრებაში, ამ მხრივ კარიერასთან დაკავშირებით, რაღაც თითქოს გამონათდაო ძალიან. ეხავე თუ არ გრძნობთ ჯერ ამ მდგომარეობას, ძალიან მალე იქნებით ამ სიტუაციაში. ყურე, აქ თან როგორი არკანიც გვაქვს, ზუსტად რაღაც სიბნელეში ერთი მზის სხივი ანათებს უკვე და ყველაფერი არც ისეთ ცუდად არის, როგორც თქვენ აღიქვავთ, შეიძლება, ან მართლაც ცუდად იყო, მაგრამ რაღაცა უკვე სრულდება, ბოლოსკენ მიდის თქვენი ეს მდგომარეობა კარიერის მხრივ და საკმაოდ ბევრი გასწავლოთ ამ სიტუაციამ, სხვათა შორის რაღაც გამოცდილება შეიძინეთ ამ მხრივ, თითქოს იცი როგორი ენერგიები მომდის, რომ რაღაცა რა ნაბიჯიც გადადგით თითქოს, ხო, ამას მეორედ აღარ გააკეთებ, რაღაც ესეთი ის მომდის ინსაიტი და ასევე ახლა ხართ თითქოს ისეთ ენერგიებში, რომ
ან ლოცულობთ ძალიან ბევრს, ან შეიძლება ფსიქოლოგთან დადიხართ, ან არ ვიცი, რაღაც ან სწავლობთ რაღაცას, კითხულობთ, აი რაღაც ისეთი მომენტი გაქვთ, რომ აი ამ თქვენს სიტუაციაში უფრო მეტად რომ განვითარდეთ, უფრო მეტად გამოიღვიძოთ თითქოს და აი რაღაც გამოღვიძების მომენტი გაქვთ რა, აი რაღაცა ცვლილებების, ცუდის დასასრულის და ნამდვილად კარგის დასაწყისის პერიოდი გაქვთ. ნამდვილად მეგობრებო და აი ასეთი გამოთქმა რომ არის ახლა უცებ რაღაცის მომივიდა თავში ასეთ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს ესე რომ უსურვებენ ხოლმე ერთმანეთს ზუსტად აი ეს მომენტი გაქვთ თქვენ კარიერის მხრივ ყველაფერი ცუდი რჩება წარსულში. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რას მოგიტანთ მაშინ მარტის თვე, რა სასიამოვნო სიახლე შემოვა კარიერაში, თქვენს კარიერაში ამ მარტის თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის. აბა გავიგოთ. აქ მოდის რა სიტუაცია, როგორც წეგან აღნიშნე, კიდევ აი აქ ფონადაც ტარო მიჩვენებს რაღაც კონკრეტული ციკლის დასასრულს და რაღაცა ახლის, აი აბსოლუტურად ახალი ფურცლიდან დასაწყის კარიერის მხრივ თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი დასაწყისი, რომელიც ნაბიჯ ვითარდება და რომელიც აი იცით როგორ თავიდან ახლა ვერ ვიტყვი რომ უცებ ბუფ და აი ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვა, მაგრამ აი იმ სიტუაციიდან რაშიც იყავით, ხო, იქიდან გამომდინარე, ყველაფერს თითქოს აი პირველი ნაბიჯებიდან აწყობთ. აი სულ თავიდან იწყება ყველაფერი. აი შეიძლება რაღაც ბიზნესი გქონდათ და ჩაგივარდათ, მაგრამ თქვენ არ დანებდით და მაინც დაიწყეთ ის ყველაფერი თავიდან და საკმაოდ გულგატეხილები ხართ, მეგობრებო, მაგრამ ფიქრობთ, რომ აი ის თავიდან დასაწყისი გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან ნამდვილად. საკმაოდ კარგი მოლოდინები გაქვთ მომავლის, მაგრამ აი ეს გულგატეხილება ცოტა შინაგანად იცი როგორ უკან ხევთ მაინც. კი, ფიზიკურად მოქმედებთ, მაგრამ აი შინაგანი მზაობა თითქოს არ გაქვთ ჯერ იმისი, რომ აი მაინც გაქვთ ეს რაღაც დაძაბულობა, გულგატეხილობა, რაღაც შეიძლება დეპრესიული მომენტებიც იცით, მეგობრებო, და აქ რჩევა იქნება ის, რომ ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, მეგობრებო, აი ეს გაუშვით შინაგანი რაღაცა წყენა, შინაგანი რაღაცა რამაც უკან დაგხიათ, აი არუმატებლობა, რაც იყო თქვენს წარსულში, თუნდაც რამოდენიმე დღის წინ, ესეც უკვე წარსულია, დაივიწყეთ ეს ყველაფერი, რადგან თქვენ უკვე ნაბიჯი გაქვთ გადადგმული, ანუ ფიქრობთ ამ ყველაფერზე და გაქვთ იმის იმედი, რომ რაღაცა წინ წაიწევს აუცილებლად. ხო. აქ შეიძლება იყოს ის მომენტიც, რომ აი რაღაც პატარა გაიღეთ თქვენი ბიზნესისთვის ან თქვენი კარიერისთვის, აი რაღაც ფინანსურად რაღაცა გაიღეთ და გააკეთეთ თითქოს ეს იმიტომ რომ საჭირო იყო აუცილებლად, ან რაღაცა თანხა იყო კარიერაში, აი გულისხმობ შეიძლება რაღაცის სწავლების პროცესშიც ხართ, იცით, აი რაღაც კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე, ან რაღაც ტრენინგზე, ან ასეთ რაღაცაში, ან თუ ვინმეს ბიზნესი გაქვთ, რაღაცა მცირე თანხა ჩადეთ ამ ბიზნესში, რომ თავიდან დაგეწყოთ ისევ, აი ესეთი რაღაცა არის. ასევე საკმაოდ გამოჩნდა აქ არკანებში. კარგი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს კარიერაში და იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული. ამ მარტის თვეში რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს კარიერაში.
ხო, აქ რა სიტუაცია მეგობრებო? აი სულ მიჩვენებს თითქმის ერთნაირ სიტუაციას და რა ხდება. აქ უკვე ვიღაცასთან აიცით როგორი მომენტია, რომ თითქოს აქაც რაღაც ახლის დასაწყისი, მაგრამ ცოტა უყურეთ ეს გავასწორო კამერა. ცოტა იცით როგორი მომენტია, რომ შეიძლება ცოტა შიში გაქვთ ახალი ნაბიჯების გადადგმის და ცოტა დროში წელავთ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებთ, შეიძლება რაღაც გასაუბრებებზე დადიხართ, აი რაღაცა ამ და გვარი, მაგრამ ცოტა ვფიქრობ, რომ დროში იწელება ეს თქვენი პროცესი და აი ეს ყველაფერი ცოტა გაშინებთ და ან თვითონ წელავთ დროში, იმიტომ რომ საკმაოდ შიში გაქვთ ახალი რაღაცის დაწყების. თუმცა თქვენ ამოდიხართ იმპერატორის პოზიციაში და იცოდეთ, რომ ნურაფრის გეშინიათ, რადგან თქვენ რასაც დაიწყებთ ახლა უკვე ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივათ. მოდი აბა გავიგოთ, აი რომ გადადგათ თავისუფლად ნაბიჯები ახლა რის გაკეთებასაც აპირებთ თქვენ კარიერის მხრივ, რომ გადადგათ თავისუფალი ნაბიჯები და არ შეგეშინდეთ თქვენი ნაბიჯების რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. აი მეგობრებო, რას მოგიტანთ. აქ არის როგორი სიტუაცია, იცით მეგობრებო? უყურეთ, ჩამოკიდებული კაცი და აქ შეყვარებულები. ნუ ახლა ვისაც გაქვთ ისეთი სიტუაცია, სადაც გაჩერებულია სტაგნაცია თქვენს კარიერაში, იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული, იცოდეთ, რომ აქ აუცილებელია არჩევნის გაკეთება. არჩევანი უნდა გააკეთოთ, ან აკეთებთ ამ საქმეს, ან არ აკეთებთ. რაღაცა გაჩერებული მდგომარეობა გაქვთ თქვენ და აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი. და მე ვიკითხე, რომ თუ უშიშრად გადადგით ნაბიჯები, თუ გამოგივეთ ეს ყველაფერი. აუცილებლად მეგობრებო, აუცილებლად ძალიან კარგი შედეგით დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ უყურეთ რა სიტუაცია არის კიდევ აქ. საკმაოდ გაქვთ რა მომენტი იცით, აი შინაგანი ბრძოლები, ეს ვინმესთან კამათი ნაკლებად მგონია უფრო ეს არის რაღაც შინაგანი კონფლიქტი, აი შეიძლება საკუთარ თავს ვერ ავლენთ ისეთ დონეზე, როგორიც ხართ სინამდვილეში და აი ამას გეუბნება ზუსტად ტარო, რომ გამოავლინეთ თქვენი თავი. რაც შეგიძლიათ ყველაფერი გამოავლინეთ, გამოუშვით გარეთ, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ გაქვთ იმის ძალა, რომ აი ამ პენტაკლების ტულში იყოთ, ანუ გამართლებაში, წარმატებაში, იმიტომ რომ პენტაკლების ტულში ცოტა იცით როგორი რაღაც არის, აი როგორ თქვა, ღმერთი რო გიყურებს ზემოდან და ღმერთის მფარველობა თითქოს აი რაღაც ეს სიტყვა მომდის ახლა რომ მეთქვა და ღმერთის საჩუქარი თითქოს ხო აი ეს თავარია თქვენ მოიხსნათ ეს შინაგანი ბრძოლები, კონფლიქტები და ის თავშეკავების მომენტი. აი თითქოს თავს იკავებთ, რომ საკუთარი თავი გამოავლინოთ. ხო. რადგან თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ, ვიდრე ავლენთ იმ ყველაფერს. იმის აი ამ ყველაფრის გადახარშვის შემდეგ და აი ამ ბლოკების მოხსნის შემდეგ, ხო, თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც აი ახლა ძალიან გეშინიათ და ზუსტად იმიტომ გეშინიათ, რომ აი ესეთ მდგომარეობაში ხართ. ძალიან თავშეკავებულად და აი შინაგან ბრძოლებში, რომ აბა ასე გავაკეთო, ისე გავაკეთო, რა გავაკეთო, აი არიცით რაღაც დაბნეულობის მომენტი გაქვთ. თუმცა არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთოთ, ან გადადგათ ეს ნაბიჯი, ან არ უნდა გადადგათ. თქვენ ამ წუთას ხართ რაღაც ისეთ სტაგნაციურ გაყინულ მდგომარეობაში და ეს აუცილებლად უნდა დაირღვეს ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიკითხავ და შემდეგ პირად ცხოვრებაზე გადავალ. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო მოიჩქარის მარტის თვეში თქვენს კარიერაში, ან იმ საქმეში, რითიც ხართ დაკავებული. აქ ძალიან მაგარი სიტუაცია, მეგობრებო.
სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ ვიღაცები, ვინც აპირებთ რაღაცის სწავლას და გეგმავთ ამ ყველაფერს, ძალიან წარმატებით გამოვათ, ანუ შეიძლება არ გაქვთ ესეთ დაგეგმილი, მაგრამ მოულოდნელად ისეთი სიტუაცია ჩაგივარდებათ, რომ უცებ დაიწყებთ ამ ყველაფერს და საკმაოდ სიღრმისეულ აი ვიღაცა თუნდაც რაღაცის სწავლას აპირებთ, ხო, საკმაოდ სიღრმისეულად ისწავლეთ ამ ყველაფერს და რაღაც პროფესიონალი გახდებით თქვენს საქმეში. სიტუაცია საკმაოდ ისეთია ახლა ამ წუთას რაღაც შეიძლება ძალიან ესეთი ბევრი საქმე გაქვთ, საიდანაც დაიწყოთ არ იცით, მაგრამ აი როგორი მომენტი გაქვთ იცი, რომ ცოტა ხანი საკუთარ თავს მოусმინეთ ამ სიტუაციას, რაშიც ახლა ხართ. შეხედეთ სხვა ტრაექტორიიდან, ასე ვთქვათ, სხვა მხრიდან შეხედეთ, თითქოს თქვენ აი რაღაცა ერთი მხრიდან აღიქვავთ ყველაფერს და თითქოს რაღაც შესაძლებლობებს ვერ ხედავთ. თქვენ სიტუაციას რაშიც ხართ ახლა და აი თუ ამ მდგომარეობაში ხართ, რომ რაღაცის სწავლას აპირებთ და გეგმავთ ამ ყველაფერს და არ იცით საიდან რა დაიწყოთ და გაჩერებული ხართ, ეცადეთ რომ შეხედოთ სხვა მხრიდან, რაღაცა უფრო დადებითი ტრაექტორიიდან და უცებ აი ისეთ შეიძლება ზუსტად აი ამ სხვა მხრიდან შეხედომ, ისეთი სიტუაცია ან ისეთი რაღაც ინსაიტი მოგიტანოთ, რომ უცებ დაგეგმოთ და დაიწყოთ აი ეს სწავლება იმ რაღაცის რაც გაქვთ ჩაფიქრებული, მოკლედ. კი ბატონო, მოდი დავასრულოთ კარიერაზე საუბარი და გადავიდეთ პირადზე, ამას ამარგანებით გავშლი. მოდი გავიგოთ ახლა თქვენი პირადი ცხოვრება. რას მოგიტანთ? რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს პირად ცხოვრებაში? ამ მარტის თვეში. კარგი. კონცენტრირდით თქვენს პირად ცხოვრებაზე, ან ვინმეს გყავთ ადამიანი, არ გყავთ, ზოგადად თქვენს პირად ცხოვრებაზე კონცენტრირდით, იფიქრეთ საკუთარ თავებზე პირველ რიგში და ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის მარტის თვეში, აი ამ მარტის თვეში თქვენს პირად ცხოვრებაში. მოდი ესე დავიწყო. პირდაპირ. ვაუ. მეგობრებო, აი ოღონდ როგორი არკანები გვაქვს აქედან დავიწყებ ჯერ. სიტუაცია, სადაც იყო გაჩერებული მდგომარეობა, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს სიტუაცია რაღაც ახლის საწყის გიმზადებთ აუცილებლად. ნუ არ ვიცახი, რომ მაინც და მაინც შეიძლება არც იყავთ დაშორებულები, მაგრამ უბრალოდ ერთ წრეზე ტრიალებდა თქვენი ურთიერთობა და ეს ყველაფერი დაიძვრება, ასე ვთქვათ, გაჩერებული სიტუაცია და ეს რაღაც ნერვების მომშლელი ერთ წრეზე ტრიალი აუცილებლად დაიძვრება, რაღაცა ეს სტაგნაციური სიტუაცია განულდება და ვიტყვი იმას, რომ თქვენ თავს იგრძნობთ აი დაფასებულად, თავს იგრძნობთ საყვარელ ქალად, ემოციებში იქნებით, დადებით ემოციებში, ბედნიერებას იგრძნობთ და გექნებათ იმის საშუალება, რომ გამოხატოთ ზრუნვა, ყურადღება. აქამდე შეიძლება თავს იკავებდით ამ ყველაფრის გამო, რადგან მოწყენილი გქონდათ უკვე ეს ყველაფერი. და სწორედ, ანუ თუ ისეთ სიტუაციაში იყავით მეგობრებო, რომ თქვენი პარტნიორი, დაუშვათ ყავთ პარტნიორი და ეს ადამიანი ნაკლებად გასცემს ემოციას, სიყვარულს, სითბოს, დროს, ხო? და თავიდან თქვენ საკმაოდ ბევრს გასცემდით, მაგრამ მერე თავი შეიკავეთ და აღარც თქვენ აღარ გასცემდით და სრული სტაგნაცია და მოწყენილობა იყო ამ ურთიერთობაში, ხო? აი ასეთი ტიპის ურთიერთობაზე მაქვს საუბარი. რაღაცა
ერთ წრეზე მოტრიალე, მოსიარულე ურთიერთობა დაიძვრება და რაღაც ახალ ეტაპზე გადახვალთ, მეგობრებო და აი ამის თქვენი შინაგანი ბუნების გამომჟღავნების საშუალება მოგეცემათ, მეგობრებო და თითქოს აი ისეთი ენერგიები მომდის, რომ აი თქვენს ხელში იქნება ბევრი რაღაც. თქვენ შეგეძლებათ მართოთ ეს ურთიერთობა. და შეგეძლებათ პირველ რიგში რაც უფრო მეტად წინ მოდის ამ ვარიანტში არის ის, რომ შეგეძლებათ საკუთარი სურვილების, საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალება გექნებათ, მოკლედ რა. და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ურთიერთობაში, ვიდრე ის, რომ აი სულ თავშეკავებული ხარ, სულ რაღაცა აკონტროლებს სიტყვებს და აი ეს სიტუაცია დასრულდება ამ ურთიერთობაში. ვისაც ესეთი სიტუაცია გქონდათ, იცოდეთ, რომ სასიხარულო სიახლე არის აი ეგ ზუსტად მარტის თვეში, რომ თქვენ გექნებათ საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოამჟღავნოთ და გამოავლინოთ ამ ურთიერთობაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს პირად ცხოვრებაში. აქ რა ხდება? მოდი ესე ვიტყოდი, შეხედეთ როგორი არკანები გვაქვს, მეგობრებო, აბსოლუტური ტრანსფორმაცია თქვენში მომხდარი, კონკრეტულად თქვენზე მაქვს საუბარი. პირველ რიგში ამას ვიტყვი, რომ აი აბსოლუტური ტრანსფორმაცია თქვენს შინაგან მდგომარეობაში მომხდარი და სრულიად იპოვეთ თითქოს საკუთარი თავი. აი ესე ვიტყოდი, სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით ამჟამად და წინ და წინ მიიწევს თქვენი ცხოვრება, ხო, რაღაც ერთ ადგილზე გაყინული არ ხართ. ფინანსებშიც საკმაოდ წარმატებული, თავდაჯერებული, კმაყოფილი ხართ თქვენი თავით, თქვენი ცხოვრებით, მოკლედ აი ესეთ სიტუაციაში ხართ და სიტუაცია პირადს რაც შეეხება, აქ საკმაოდ სწრაფად მოიჩქარის რაღაც ახალი ამბავი, არ ვიცი, ასეთ ალბათ ტრანსფორმაციაც იმიტომ მოხდა, ზოგადად ხო ურთიერთობების გამო ხდება ხოლმე ადამიანებში ტრანსფორმაცია, ხო და ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ამ ურთიერთობაში საკმაოდ დიდი ილუზიები იყო, ჩამოუყალიბებლობა, არჩევანის გაუკეთებლობა და პლუს კიდევ ის, რომ კაცები ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე კაცებს ასეთ რაღაც, რომ გონიათ, რომ აი ძალიან ბევრი არჩევანი აქვთ და ისიც მოსწონთ, ისიც მოსწონთ, აი რაღაცა ეგეთი სიტუაციაში მყოფი ქალზე მაქვს საუბარი ახლა. ვისაც ესეთი ურთიერთობა გქონდათ, იცოდეთ, რომ საკმაოდ შეგცვალათ აი ამ სიტუაციამ და სასიამოვნო სიახლე რაც მოდის, ზუსტად აი კონკრეტული ადამიანი არ მიჩანს, მაგრამ აი ამ სიტუაციაში რაღაცა დიდი გამარჯვება, აი ესე ვიტყოდი, რაღაცა აბსოლუტურად დიდი, ისეთი სასიამოვნო მსუყე სიახლე ამ ურთიერთობაში. შეიძლება არც არის დასრულებული რეალურად ეს ურთიერთობა და უბრალოდ ხართ თან ამ ურთიერთობაში და თან ტრანსფორმაცია განიცადა თქვენმა პიროვნებამ და შეგცვალათ ძალიან ამ ადამიანის ასეთმა ქცევებმა, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ურთიერთობაში საკმაოდ დიდი ესეთი სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ, უფრო მეტად მყარი, ასევე თუ აქამდე ჩამოუყალიბებლობა იყო, აი ახლა რაღაცა ახლის დასაწყისი, აი თითქოს თქვენ დაიმსახურეთ ეს ყველაფერი, აი თქვენ როგორიც გახდით ახლა, ხო, აი ის ენერგიები, იმ ენერგიებით უბრალოდ ის ენერგიები შემოდის ამ ურთიერთობაში, ზუსტად აი უფრო სტაბილური, მყარი, მსუყე, რაღაცა დაფასებული და გაერთიანება ამ ურთიერთობაში. კარგი. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს პირად ცხოვრებაში ამ მარტის თვეში.
აქ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ერთი ტიპის გაშლა არის მეგობრებო და რაღაც კონკრეტულებზე უფრო რეზონირდება, ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ შინაარსი ერთნაირი აქვს, უბრალოდ რაღაც სხვადასხვანაირი სხვადასხვა მხრიდან მაჩვენებს, ესე ვფიქრობ, რაღაც სხვადასხვა სიტუაცია არ არის, რაღაც ეს ერთ სიტუაციას მაჩვენებს ტარო თითქოს. ამ სიტუაციაში მეგობრებო, ძალიან დიდი გათვითცნობიერება მოხდება, ცვლილებები, როგორც წეღან აღნიშნეთ და ურთიერთობაში შემოდის აბსოლუტური ბედნიერება, ბედნიერების შეგრძნება, სიმყარის, დაფასების, წინსვლის, რაღაცა ღიაობის, თუ აქამდე რაღაცნაირი ესეთი ჩაკეტილი სიტუაცია იყო, აი ეს უყურეთ ფონად რომელი არკანი გვაქვს, ხო? სამყაროს არკანი, რომელიც თითქოს რაღაც ერთი ციკლი სრულდება და თქვენ აი შეიძლება აი წეღან როგორც აღნიშნე, ხო? აი უყურეთ როგორ წრეში იყავით. ამ ურთიერთობაში თითქოს ვერ გამოდიოდით რაღაცნაირად ამ ურთიერთობიდან, რაღაც ერთ წრეზე გატრიალებდათ. კიდევ როგორ რეზონირდება, იცით, აი რადგან ეს საჯარო არის, ამიტომ ვიძახი სხვადასხვა ვარიანტებს, რომ ვისთან როგორ რეზონირდება, ხო? შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ აი, როდესაც ადამიანებს მიჯაჭვულობა გვემართება ხოლმე, ხო? აი, ურთიერთობებში, აი, ზუსტად ეს შეიძლება იყოს კიდევ და ეს სრულდება თქვენს პირად ცხოვრებაში და შემოდის აი აბსოლუტური საკუთარი თავის აღმოჩენა, გათვითცნობიერება, აი რაღაცის შემეცნება, რომ აი უყურეთ შეიცვალე რაღაცა, ხო? აი ფერი იცვალე თითქოს რაღაცნაირად და აბსოლუტური ბედნიერების შეგრძნება. ეს ბედნიერება შეიძლება დაკავშირებული იყოს, რა თქმა უნდა, სხვა პარტნიორთანაც, მაგრამ უფრო მეტად რეზონირდება იმ პიროვნებებზე, ვისაც აი ესეთი სიტუაცია გქონდა მეგობრებო, კიდევ აი როგორ გითხრათ, აქ უფრო იცი როგორი ენერგიები მომდის, აი ტანჯველი ერთ წრეზე მოტრიალე რაღაცა ურთიერთობა, მიჯაჭვულობა, რასაც ვეძახით და აქედან გამოსვლა. აი ბევრი რო აღარ ვისაუბრო, აი რაღაცა ეს ენერგია უფრო მომდის აი ამ ბოლო ვარიანტში, აბსოლუტურად დიდი ცვლილებები, საკუთარი თავის აღმოჩენა, საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი შინაგანი მზის დანახვა და აი თითქოს უყურეთ აი ეს ცხრიანის თასები აქ ძალიან ლამაზია, აი თითქოს აი ამ წრიდან გამოხვედით და რაღაც აი თავისუფალი ხარ და სუნთქავ, აი ესეთი ბედნიერების შეგრძნება დაგეუფლებათ აი ამ მარტის თვეში. ეს ბოლო ძალიან მომეწონა, ყველას გისურვებთ, ზუსტად ვინც ხართ აი ამ ასეთ მდგომარეობაში მეგობრებო, აი ესეთ ერთ წრეზე მოტრიალე, მოსიარულე მდგომარეობაში და არაფერი არ იცვლება მასთან ურთიერთობაში და სულ ისეც მოწყინდება ადამიანს ახლა რუტინას რო ვეძახით ხოლმე, ხო? აი ურთიერთობას თავი დაანება, უბრალოდ ყოველდღიური რუტინაც კი ბეზრდება ადამიანს, გაიგვიძე ადეკიპი მოწესრიგდი, სახლი დაალაგე, სამსახურს წადი, მოდი ისევ იგივე და აი, ნუ ესეც კი ბეზრდება ადამიანს და მით უმეტეს ურთიერთობაში, სადაც გამარჯობა, როგორ ხარ, ნახვამდის კარგად. აი ეს, ნუ ეხა ისე ვიძახი მაგალითად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობაში, სადაც არანაირი სიახლე არ ხდება, არ ვიძახი ყველანაირ ურთიერთობაზე ვიძახი მეგობრებო, მხოლოდ სასიყვარულო ამ წუთას კი სასიყვარულოზე ვსაუბრობ, მაგრამ ნებისმიერ ურთიერთობაში ასეა რა. აი რაღაცა სიახლე უნდა შეიტანონ ადამიანებმა, თუ გინდა რა თქმა უნდა, რომ მასთან ურთიერთობა გსიამოვნებდეს და მასაც სიამოვნებდეს შენთან მუდმივად ურთიერთობა, მარტო პირადზე არ არის საუბარი, მეგობრობაშიც, დედმამიშვილობა, ოჯახურ სიტუაციებშიც, აი ყველგან ადამიანებმა ორივე მხარემ რაღაცა სიახლე თუ არ შეიტანეს ამ ურთიერთობაში,
ყოველთვის იქნება მერე უფრო ხშირად დაძაბულობა, კამათი, მოწყენა, ერთმანეთის დანახვა რო აღარ უნდათ ხოლმე საერთოდ, აი ასეთი სიტუაციები. ამიტომ თქვენ აი ამ ბოლო ვარიანტში განსაკუთრებით საკმაოდ კარგ გზას ადგახართ. ამ წუთას თუ ვერ გრძნობთ ამას, მარტის თვეში აუცილებლად გექნებათ აი ეს გამოღვიძების და აი თითქოს აი ამ რაღაც გალიიდან გამოსვლის შეგრძნება და დამიწერეთ მე კომენტარებში აუცილებლად შეგიძლიათ პირადშიც მომწეროთ ვისთან როგორ რეზონირდება ეს გაშლა, იმიტომ რომ ეს ბოლო საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. მეც ძალიან რაღაცა ისეთი ენერგიებით დავიმუხტე აი ბოლოს, რაც ვთქვი იმაზე, დადებითი ენერგიებით და შინაგანად ისეთი რაღაცა სიხარული შეგრძნება დამეუფლა და ვისთანაც რეზონირდება, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ძალიან კარგი, 7 ღამეს გისურვებთ მეგობრებო, 7 წელს გისურვებთ. კარგი ბევრი საუბარი აღარ მინდა, რაღაც ის თქვას ვაპირებდი, მაგრამ ზოგჯერ არ მინდა ხოლმე რაღაც დიდი ვიდეოების ჩაწერა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოსაწყენი არის და დამღლელია რაღაც დიდი საუბრების მოსმენა ადამიანებისთვის. ამიტომ დაგემშვიდობებით ახლა. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით